ახლა მეორე რაც მინდა მეთქვა დღევანდელ სახარებასაც ეხება და წმინდა მერკურისაც. შური უფალმა განკურნა ებრაელი ქალი, რომელიც ეშმაკის ყავდა ტანჯვაში 18 წელი. და იმ სინაგოგის მოძღვარი უფალს ეუბნება საყვედურს. რომ შაბათს რატო განკურნავ? სხვა დღეს განეკურნავ. შაბათის დარღვევა იმ კაცს არ ადარდებდა. იმან დაინახა, რომ ამით უფალს ბევრი მოწაფე გაუჩნდებოდა, შეშურდა და ამ კეთილ საქმეს წინ აღუდგა. სუპატარა სიტყვას წაიკითხავთ შურის შესახებ. იოანე ოქროპირის თქმულს. იხილეთ უკვე ზმანო, ვით არ ბოროტარ შური და ვით არ თვალთა დაუბრმობს მის მიერ ძლეულთა. რამე თუ ვით არცა განსოფებულნი მრავალზის თავსა თვისა მოიკლენ, ეგრეთვე მოშურნენი თვისა ცხოვრებასა წარწმენდნენ. როგორც ჭკვიდან გადასული ადამიანი ხშირად თავს იკლავსო, ასევე შურით შეპყრობილი ადამიანი თავის ცხოვრებას წარწმენსო. კაცი მოშურნე უბოროტეს მხეცის არს, რამე თუ მხეცნი ბოროტისა წილ მიაგებენ ბოროტსა, ხოლო მოშურნე კეთილისა წილ მიქს ბოროტსა. და ესრეთ მხეცთასა უძვირეს არს და შორ ეშმაკთა და ნუ უკვე ეშმაკთა უძვირეს, რამე თუ ეშმაკთა მარადი ჩვენ და მომა დაგებული ბრძოლა აქვს, ხოლო ურთიერთარს არა იბრძვიან, არამედ მოშურნე არა ერიდების ზიარებასა ბუნებისასა. და რა აქვს სიტყვაი ამის ბოროტისა მოქმედსა, რამე თუ წუხილი გვიხს ჩვენ ბოროტისათვის და არა სხვისა კეთილისათვის. როგორც საოცარ რამეს ამბობს, შურიანი კაცი ხეთზე უარესია. ხეთზე კი არა, ეშმაკზეცო. ეშმაკი ეშმაკს არ ებრძვისო. ჩვენ კიდე ერთმანეთს ვებრძვით. ეშმაკები ჩვენ გვებრძიან, ჩვენი შურთ. ღვთის ხატები და მსგავსები რო ვართ და რო გვაქვს უფლება ცათა სასუფეველი დავიმკვიდროთ. აი შურთ და იმიტომ გვებრძვიან. და მოშურნე კაცმა ღმერთს რა უთხრესო? ბოროტზე კი არ წუხსო, რომ ვინმე სამე ბოროტი შეემთხაო. კაცი რო კარგად არის, კეთილად რო არის, მისი წუხსო. მეძავსა აქვს გულის თქმაი, პარავსა სიგლახაკე, კაცის მკვლელსა გულის ყრომაი. დაღაცა თუ ცუდარიან მიზეზნი ესნე, გარნა არიან რაიმე მიზეს. ხოლო შენ ჰოი მოშურნეო მითხარ, თუ რომელი მიზეზის თქვა, არცა ერთი რაი გაქვს მიზეზი, გარნა უკეთურებისა სიმრავლე. რამე თუ უკვე თუ ერთაცა სიყვარული ბრძანებულა ჩვენდა, ხოლო რაჟამს მოყვარენიცა გძულდეს, რა სიტყვა მიუგოთ ღმერთსა. და ვითარცა უფალი იტყვის ვითარმეთ, რომელი მეგობართა ოდენ ყვარობდეს, არა რაით უმჯობესას წარმართა. მასა რომელი კეთილის ყოფილთა ბოროტსა უყევდეს, რომელი საჟელი მიიღოს მან. წარმოიდგინეთ, მრუშს აქვს გულის თქმა, მკვლელს მრისხანება, ქურს სიგლახაკე, მიზეზი, თუმცა ცუდი მიზეზია, მაგრამ მიზეზი აქვს. მოშურნეს არ აქვს მიზეზი. ღმერთმა გითხრა, რომ მტრევი უნდა გვიყვარდეს და ჩვენ მოყვარე გძულს. გშროცა გშურს, გძულს მოყვარე. ღმერთი გვეუბნება, რომ მარტო შენახლობლებს თუ უკეთებ სიკეთეს, არ ახარ ღირსი დაჯილდოების და შენახლობლებს რო ემტერები შურის გამო, რა უნდა უთხრა ღმერთს?
ესევნება შურისა სიძვისასა უძვირეს არს და მრუშებისა. რამე თუ იგი მოქმეთა თანა მისთა ოდენ გიეს, ხოლო შურისა სიბოროტემან ეკლესიანი დიდნი დააქციუნა და სოფელი გახცნა. შურისა მიერ მოკლა კაენმა აბელი, შურისა მიერ ეძიებდა მოკლად ესავ იაკობს, შურისა მიერ გაყიდეს იოსებ ძმათა, შურისა მიერ ბრძავს ეშმაკი ყოველთა კაც და ყოველთა უძვირესია ასე არს, რომელიც ოდვა ესე ბოროტი მსუბუქად შერაცხილ არს, არამედ ყოველთა უმძიმესი არს. Რაღაცა თუ იტყვი ჰოი მოშურნეო თუ მე არა მოკლავ არცა გამყიდი ძმასა ჩემსა, გარნა თუ ემტერები და არა გნებავს კეთილი და სათნოება მისი, მასვე ბოროტსა შინა ხარ და ღმერთსა ებძვი, რომელსა იგი ხმონებს. წარმოიდგინეთ, რაები ჩაიდინა შურმა. ძმა მოკლა, ძმებმა ძმა გაყიდეს, მეორე ძმა ძმას მოსაკლავად დასდევდა. და როცა გეტყვის ადამიანს მოძღვარი რომ შურის აშიში ეტყვი რომ მე ხო არ მომკალი ჩემი ძმაო, მე ხო არ გავყიდი ჩემი ძმაო, მაგრამ თუ ემტერებიო და არა გნებავს კეთილი და სათნოება მისიო, ბოროტსა შინა ხარ და ღმერთსა ებძვიო. კაცი რომელსაც შურს მოყვასის, ის ებძვის ღმერთს, რომელსაც ეს კაცი მოეწონა და მისცა რაღაცა. სიკეთე შენ ეს შურს, შენ ხარ მტერი უკვე ღმერთისა. არამედ იხილეთ, ვით არ უბოტროტეს არს სიძვისა. რამე თუ ისიძვა ვინმე კორინთეს შინა და შერისხეს მას და მოიქცა სინანულად. ხოლო ეშურებოდა აბელს კაენი და არა მოიგო კურნება. არამედ ღმერთი ზედა ეტყოდა და იგი უმეტესად განძვინდებოდა. ესრეთ უძვირეს არ შური და ძნიად საკურნებელი. უკეთუ არა ვისრაფოთ სრულიად, ცირითურთ აბღურფრად მისა. და ნახეთ როგორი მაგალითი მოყავს. ერთმა კაცმა იმრუშა კორინთოში, წერია ეს კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში, პავლე მოციქული ეუნება კორინთელებს, რომ ეს ადამიანი გადასცენ ეშმაკს სატანჯველად. და ამ კაცმა შეინანა, რომ უთხრესო შენ შეცოდე შეინანა. და აბელის მოკლა რომ უნდა კაენს, ღმერთი ეუნებოდა ეგ არ გააკეთო. რამდენჯერმე უთხრა ღმერთმა და ამან მაინც მოკლა თავისმა. აი როგორი ძიმეცოდვა არის შური, რეებს აკეთებინებს ადამიანებს. ხოლო აღმოფხრათ ესეთ, როგორ უნდა აღმოფხრათ შური. უკეთუ ვიგონებდეთ ვითარმეთ განვარისხებთ ღმერთსა და უკეთუ ვეშურებოდეთ მოყვასის კეთილსა. სუნდა ახსოვდეს კაც რომ თუ შეშურდა მოყვასის სიკეთე ებრძვის ღმერთს. და ამან უნდა შეაშინოს რომ ღმერთის ბრძოლი გამოჩდიო, უნდა შეეშინეს და გაჩერდეს. ხოლო ეგრეთვე დავატკბობთ ღმერთსა ჩვენ ზედა. უკეთუ ვიხარებდეთ კეთილსა ზედა მოყვასისასა. და უნდა გახსოვდეს თუ შენ მოყვასის სიკეთე გიხარია, აი დიდ თანამდებობაზე დანიშნეს და გაგიხარდა. მთელი გულით გიხარია, ღმერთი ტკბება შენს მიმართ. აი ეს უნდა გახსოვდეს, ეშურები და ღმერთი გემტერება, გიხარია და ღმერთი სიტყვოს გაძლევს. ამისთვის პავლე მოციქული გვამცნებს სიხარულსა მოხარულთა თანა და ტირილსა ტირალთა თანა. რათა ორკერძოვე დიდ ვიქმნეთ სულითა, რაღაცა თუ ჩვენ არა დავშვრეთ, თანაზიარ შრომისა მათისა ვიქმნეთ, რომელთათვის გვიხაროდეს. თუ დააკვირდებით ადამიანებს, პანაშვიდზე წასვლა არ უყვართ. აღარ დადის ხალხი პანაშვიდებზე. გასვენებაზე არ მიდიან. რაღაცას ასვე შეხედავ რაღაც საბუნცეურობებს. ამ დროს იცით რა ხდება? იცით რა ნიჭი აქვს დაკარგული, რომ კაც რო უჭირს, ამასაც უჭირდეს. იქ რომ მიხვალ
ხო გტკივა ეხლა ვიღაც გარდაიცვალა. იქ რომ მიხვალ ეს გიმძაფრდება. რო უყურებ, როგორ ტირის, როგორ უნუგეშოთ არის ოჯახი და განიცდი. რომ მოდიხარ მე ეს ტკივილი მოკვება, რომ ჩამოხვალ სადარბაზოში, კი არ იცინი ხარ. ეს უნდა გამოყვეს. ის კაცი რამდენჯერაც გაგახსენდება, უნდა ტკივილი მოგივიდეს. აი ძველად იყო ვინმე რო გარდაიცვლებოდა, მეზობლებიც კი 40 დღე ტელევიზორს არ თავდნენ. ხო არ გავერთობიო სიცხვილეაო. ეხლაც აი სოფლებში შემორჩენილია, სოფელში თუ ვინმე გარდაიცვალა და ცოტა ხნის მერე ვიღაცას რამე დიდი ზეიმი აქვს. ცდილობს რომ ან არ გააკეთოს, ან ძალიან ჩუმად რომ იმის ტკივილი ტკივა. აი მას თუ ინარჩუნებ, შურს ებძვი. როცა სხვისი ტკივა და მეორე რომ გაიგებ რომ სხვას უხარია, უნდა გიხაროდეს. იმის სიყვარული რომ მიხვედი და განიცადე, რომ წამოხვალ უნდა გამოყვეს ისიც. რამდენი გაგახსენდება რომ დააწინაურეს. კაი ოჯახი შექმნა, კაი შვილები ყავს. ეს სიხარულს უნდა გვრიდეს. და არ უნდა გიჩნდებოდეს შური. ესრეთ უკვე ვიღვაწო ძმანო. აღმოფხრა ჩვენ და შურისა. რათა საუკუნეთა მათ კეთილთა მივევთხვნეთ მადლითა და კაცმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა ჩვენის დიდება სული წმინდით ურთ ასთა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. ეხლა რატო გითხარით, რომ ეს მერკურისაც ეხება წმინდა მოწამეს? რომ გაიგებ, რომ ვიღაცა დააწინაურეს, რატომ არ დამაწინაურესო ფიქრობ? მე ცოტა ადრე მოვედი სამსახურშიო. ეს რო ადრე მიდის, მე გვიან მივდივარო, იმდენამეს მოიგონებ მიზეს. ოღონდ მიზეზი არ არის, იგონებ ამ ყველაფერს. შეგშურდა და იმიტომ ლაპარაკობ. და შეიძლება ღმერთი იმიტომ არ გაგზავს იმ დიდებას, რომ გაფუჭდები. შეიძლება გაგაფუჭოს იმ პატივმა. რატო ვამბობ წმინდა მერკურთან მიმართებაში, რომ მისცეს მხედართ უფროსობა. მეორე დღეს რომ დაეჭირდა მისი რწმენის აღიარებას, რომ ყველაფერი დაეთმო, დათმო. მიუგდო იმპერატორს სარტყელიც, ანტიაც და უთხრა მე აფერ არ მინდა შენი. და კაცი რომელიც შურით ახსავსე რომ სხვას თანამდებობა მისცეს და მას არა რომ მისცენ თანამდებობა. ის ვერ მოიქცევა წმინდა მერკურიით. ვერ იტყვის რომ მე დავთმობ ამ ყველაფერს ქრისტეს სიყვარულით. ვეღარ იტყვის. ამიტომ სულ უნდა გვახსოვდეს, თუ რამე ღმერთმა არ მოგცა, იმიტომ რომ ჩვენის დაგვუპავდა. გაგაფუჭებდა პატივი. ყველა პატივს ეძებს. მაგრამ არავინ არ ფიქრობს, შეიძლება პატივმა როგორ დაღუპოს. თქვენ ხო არ გონიათ, რომ წმინდა მამების ხოვრებაში რომ წერია, რომ ეტყოდნენ ეპისკოპოსი გახდი, მღვდელი გახდი, უარს ამბობდნენ, იმალებოდნენ ამას, მოჩვენებითად აკეთებდნენ, არა. ხვდებოდნენ რა უშვება პატივი ადამიანს. როგორი ძნელია რომ პატივი ქონდეს და არ გაფუჭდე. ამიტომ იმალებოდნენ. ცოტა ხნისი ხომ მოგიყევით გრიგორ ნეოკესარიელის შესახებ.
რომ გაიგეს, რომ ეპისკოპოსობას უპირებდნენ, გაიპარა. და მის გარეშე იქ არ იყო და მაინც აკურთხეს, ეს უნდა იყოს ეპისკოპოსიო და მე დამორჩილდა. და ნახეთ როგორი კაცი იყო ქალაქში, რომ შევიდა, იყო 17 ქრისტიანი. სოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ქალაქში, ნეოკესარიაში და როცა გარდაიცვალა, ქალაქში იყო 17 წარმართი. აი ესეთ მოღვაწე ხალხს ეშინოდა პატივის და მართლა ცდილობდნენ ამას გაქცეოდნენ. ჩვენ კიდე უგუნურები საერთოდ არ ვფიქრობთ. ცოტა ხნის წინ იყო ილარიონ საკვირველთმოქმედის სენება. ღვთლად რო დაასხეს ხელი, კიდე დამორჩილდა და ეპისკოპოსობა რო დაუპირეს, გაიქცა, ქვეყნიდან გაიქცა კაცი. ჩვენ კონსტანტინოპოლში წავიდა, მერე რომში წავიდა, მერე სალონიკში წავიდა. ღმერთმა იქაც განადიდა. მაგრამ ეს ადამიანები პატივს გაურბუდნენ. ეხლა პატარა ბავშვო, ნახე ვინ უნდა გამოხვიდეო? ჯერთვის პრეზიდენტიო. ამ პრემიერ-მინისტრიო. არავინ არ იტყვის, რომ რამე ისეთი რამე აეჩიო, სადაც სიმდაბლეა. ზოგი რო ხედავს მეეზოვეს ქუჩებს უგვილამაზებენ. ეს აწყალი ამბობს, ეს უბედურიო, აფიში გამოდგავ. და ცოცხი უჭირავს. შეიძლება 1000-ში გჯობდეს ის მეეზოვე. თავის ღირსებას მალავდეს ცოცხის ჭერით. და შეიძლება მინის შეხვდე ახლოდან დაელაპარაკო და გული გაგიჭერდეს. ნეტა არ გამეცნო. ისე უღირსად მოიქცეს. ამიტომ ჩვენ ნუ ავჩქარდებით. ადამიანების შეფასებაში იმის მიხედვით, რა პროფესია აქვს. ალექსანდრიაში ერთი კაცი იყო. ბუხრებს წვენდა. გამურული დადიოდა. და როცა ეპისკოპოსად ადამიანის კურთხევა დააპირეს და თუ არ ვსწრები, ისევ გრიგოლ ნეოკესარიელმა თქვა, რომ აი ეპისკოპოსი არ უნდა შევარჩიოთ განათლების მიხედვით, პატივის მიხედვით, ვისი გვარიშვილია, სიმდიდრის მიხედვით, ვიღაცამ დაინახა, მაშინო ალექსანდრე მებუხრე გამოგადგებოდა. და როდესაც მოისმინა ეს დელტავარმა, თქვა, რომ მოიყვანათ ალექსანდრე, ისე ჭუჭყიანი იყო, რომ ეპისკოპოსებს არ წარუდგინა. ცალკე დაელაპარაკა და რომ დაელაპარაკა, დაინახა დიდი ადამიანი მასში. დაბანა, მოაწესრიგა, ჩააცვა. და მერე მიიყვანა კრებულის წინაშე და უთხრა, ეს უნდა იყოს ეპისკოპოსი. და ამ დელტავარმა ღირსებით შეძლო თავისი მოვალეობის შესრულება. და თავისი მოღვაწეობა ბოლოს დაბეჭდა ქრისტესთვის სიკვდილით. აწამეს და ისე აღესრულა. ამიტომ ფრთხილად ვიყოთ ადამიანების შეფასებაში. გავექცეთ შურს და გვახშოვდეს.
რომ ყველაზე მთავარი ძალა, ყველაზე მთავარი იარაღი არის ლოცვა. და ლოცვა ხშირად გამოვიყენოთ. ჩვენი საკუთარი თავის დამარცხებისთვის ოფოფები რო გამოგვიოხლო. ქვეყნის ტრების დამარცხებისშიც და ეკლესიის ტრების წინააღმდეგაც. ერთმა დაგლოცოთ და გავკურთხოთ.